ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყვარას, რომლის მეშვეობით ჩვენ გაბიტურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებით. და რატო ვამბობ ამას? გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსის მოცემა არ მოცემის საკითხი. როგორ გვაშანტაჟებდნენ და გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. სრულიად ტყუილით და სიცრუით დაჯერებული მესეჯები, რომელსაც ვისმენდით გარედან კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან და რა განცხადებები კეთდებოდა, რაც აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო სიმართლეს და სამართლიანობას. სამწუხაროდ დღეს საქართველო ისევ დასაჯეს და რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე. კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნა სალომე ზურაბიშვილი. ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი. და ის, რასაც აკეთებენ ბოლო თვეები, ბოლო წლები და ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი. და ფაშიზმი უნდა დასრულდეს ქვეყანაში. მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. ეგრეთ წოდებული რუსული კანონის დამტკიცების შედეგად ვართ ბოიკოტის რეჟიმში. არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს არალეგიტიმურ პარლამენტსა და მთავრობას. ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არ ღვევს კონსტიტუციას. ასეთ ვითარებაში ჩვენ ცხადია არ დავესწრებით საკრებულოს დღევანდელ სხდომას. მოხდა იპოდრომის გასხვისება და იქ ურბანული გენოციდისათვის მწვანე შუქის მოხდა ლაგუნავერეს ადგილას უმძიმესი დანაშაულისთვის მწვანე შუქის მიცემა და უამრავი დანაშაული მთელი ქალაქის მასშტაბით. ეს არის კორუფცია, ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობა და ეს არის ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური გამდიდრებისათვის გამოყენება. ეს არის ის, რითაც თბილისელებმა მიიღეს ზიანი ამ წლის განმავლობაში კახიკალაძისგან და თბილისის მერიისგან. შესაბამისად, ის კითხვები, რომლებიც არსებობს, აუცილებლად დაისმება და ეს კითხვები დაისმება საგამოძიებო ორგანოების მიერ.